ახლა გადაცემა განვაგრძოთ ჩვენი სამედიცინო ტრადიციული რუბრიკით. მე შეგახსენებთ, რომ რუბრიკას წარმოგიდგენთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხიური ამაჩქარებელი ეთოსი. რუბრიკას წარმოგიდგენთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხიური ამაჩქარებელი ეთოსი. დღეს საუბრობთ სისხლძარღვთა პათოლოგიებზე. ჩვენი სტუმარია ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა ახალი სიცოცხლის სისხლძარღვთა და ენდოვასკულარული ქირურგიის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ძაძუა. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და მოხვედით ჩვენთან. მოდით პირდაპირ საქმეზე რომ გადავიდეთ და არ დავკარგოთ ჩვენი ძვირფასი წუთები. რა ჩივილების შემთხვევაში უნდა მივმართოთ სისხლძარღვთა ქირურგს? მოგესალმებით, ილამშვიდობით. ზოგადად სისხლძარღვთა ქირურგია და სისხლძარღვთა დაავადებები იყოფა ორ დიდ ძირითად ჯგუფებად. ეს არის არტერიული სისტემა და ვენური სისტემა. არტერიები წარმოადგენს კვებავს სისხლძარღვებს, რომელსაც ორგანოებისთვის მოაქვს სისხლი და როდესაც სისხლძარღვთა პათოლოგიაზე იწყება საუბარი, მაშინ არტერიებზე ძირითადად ხდება შევიწროება, შეიძლება იყოს ამ სისხლძარღვების და ვერ მიაწოდოს სისხლი იმ ქსოვილებს, იმ ორგანოებს, რომლის სისხლძარღვის დაზიანებაც ხდება. შესაბამისად იწყება იმ ლოკალიზაციის ტკივილი. ძირითადად არტერიული დაავადებების პათოლოგიაზე ეჭვი უნდა მივიტანოთ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი უჩივის ტკივილს სიარულის დროს, დაბუშებას, კიდურების გაციებას, თუ თავის ტვინის კვებავს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მაგალითად თრომბი, ათეროსკლეროზი, ასევე არტერიის ანთებითი პროცესის შედეგად შევიწროება, გარეგანი ზეწოლა, სხვა სიმსივნური დაავადების შედეგად. ვიზუალურად უნდა ჩანდეს ეს, რომ ვიზუალურად შეიძლება ვიზუალურად ვერ დავინახოთ. რომ სისხლძარღვები დაფარულია, შესაბამისად გამოიხატება იმ ორგანოს ტკივილით ან დაბუშებით, გაციებით, უფრო მეტად კიდურებზე, რა ორგანოს ან ქსოვილს კვებავს კონკრეტულად. მაგრამ ძალიან ხშირად, რაც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ სიმპტომები, ხშირად გავს სხვადასხვა დაავადები. მაგალითად შეიძლება ხერხემლის ტკივილმაც გამოიწვიოს ფეხის დაბუჟება ან ტკივილის სიმძიმე და ასე შემდეგ. ჩვენ რა დროს უნდა მივხვდეთ, რომ მაინც და მაინც თქვენთან უნდა მოვიდეთ? ტკივილის ლოკალიზაცია, როცა ხერხემალი არის, შეიძლება გავდეს აი ქვემო კიდურების დაბუჟებაც ახასიათებს ხერხემლის პათოლოგიას, ასევე სისხლძარღვის პათოლოგიას. აქ მნიშვნელოვანია სითბო, პულსაციის შეგრძნება, უხშირ შემთხვევაში დიაბეტიან პაციენტებს არ აქვთ ხოლმე, იმიტომ რომ გრძელი სისხლძარღვი არის შევიწროებული ბევრ ადგილას და პულსაციას ვერ გრძნობენ. თუმცა ამ შემთხვევაში შეიძლება უბრალოდ შევიწროება იყოს და სხვა ისეთი მნიშვნელოვანი. ბატონო ირაკლი, გადავიდეთ ახლა ვენური სისტემის პათოლოგიებზე. ვენური სისტემა არის მომტანი, ორგანოებიდან მოაქვს სისხლი. ამ შემთხვევაში ძირითადი ჩივილი არის ხოლმე შეშუპება. უფრო მეტად ქვედაკიდურების ვენების დაავადებებია გავრცელებული და ქვედაკიდურების შეშუპება, სიმძიმის შეგრძნება, ღამის გაკვანძვები ახასიათებს, ასევე კანის ფერის ცვლილება, ან დროთა განმავლობაში შეიძლება წვიმის არეში კანმა ფერი შეიცვალოს და ასევე, რა თქმა უნდა, გამოხატული გაგანიერებული ვენები ვარიკოზული დაავადების დროს. ამ შემთხვევაში ტკივილი რამდენად არის ერთ-ერთი სიმპტომი? ტკივილიც არის უფრო ხშირად ღამის საათებში, როცა უკვე გადაიტვირთება და შეშუპება ხდება კიდურის, იქ უკვე ზეწოლა ხდება. მოსვენებულ მდგომარეობაში უფროა ტკივილი ვენური პათოლოგიების და არა, უფრო დატვირთვის შემდგომ დღის მეორე ნახევარში ღამეც უფრო მეტად ახასიათებს. ტკივილი ხა ვენური პათოლოგიაში, როცა თუ მწვავე მიმდინარე პროცესია, რა თქმა უნდა არის ეს მწვავე თრომბოფლებიტები გაწითლებაც ახასიათებს, იმ გამომბერილი ვენის ირგვლივ სიწითლე არის, სიმაგრე არის და მწვავე ტკივილი არის. ასევე მწვავე თრომბოზის დროს საკმაოდ დიდი შეშუპებაა და უაღრესად მაღალი ტკივილი. მაგრამ აი ეს ფეხებზე ადამიანებს ეს ვენები ძალიან წლობით აქვთ. ეს შეიძლება ასე იყოს და ტკივილი არ კონდეს თუ მკურნალობა ტარდება დროულად? კი, რა თქმა უნდა, ეს არის ქრონიკული დაავადება, პროგრესირებადი, იწყება შეშუპებით ან რომელიმე ვენის გამომბერილობით, რომელიც აბსოლუტურად სხვა ჩივლებს არ იწვევს იმის გარდა, რომ უბრალოდ არის კიდურში გამოხატული ერთი ან ორი კონკრეტული გამომბერილი ვენა. დროთა განმავლობაში უკვე როცა მთავარი ღეროს პათოლოგია ხდება, იქ უკვე იწყება შეშუპება, სარქლოვანი უკმარისობა და ეს უკვე ტკივილი. მაგრამ თავისით არ გაქრება, ხო ეს? თავისით არ გაქრება. და თუ ჩანს უკვე ეს ნიშნავს, რომ არის პრობლემა.
ვიზუალურად არის გამოხატული მოვედით თქვენთან ახალ სიცოცხლეში და აი რა კვლევის მეთოდებია დანერგილი კლინიკა ახალ სიცოცხლეში. ლაზერული აბლაციის მგონი კადრებს ხედავთ ახლა, ხო? ხო, მანამდე მივალთ. ჯერ მოდი დიაგნოსტიკაზე ვისაუბროთ. ზოგადად მინდა აღვნიშნო, რომ კლინიკა ახალ სიცოცხლეში ზოგადად სამედიცინო სფეროში რაც სადიაგნოსტიკო კვლევის მეთოდებია, ყველაფერი აბსოლუტურად არის თანამედროვე ტექნოლოგიები. ჩვენ შემთხვევაში ძირითადად როცა სიზარღვების დაავადებაზე ლაპარაკი ვიყენებთ ხოლმე და გჭირდება დუპლექს სკანირება, ეს შეიძლება იყოს ქვედაკიდურის ვენების, არტერიების, კისრის სიზარღვების, სხვა ორგანოების სიზარღვების დუპლექს სკანირება, განსაზღვრება ჩივილებიდან გამომდინარე, გჭირდება არტერიები თუ ვენები. შემდგომ უკვე თუ ვთქვათ არასაკმარისიანი დამატებით გჭირდება გამოკვლევა მკურნალობის ტაქტიკის ასარჩევად, გამოიყენება კომპიუტერული ტომოგრაფია, რაც თავისთავად კეთდება ჩვენს კლინიკაში. აი ხა რა კადრს უყურებთ ჩვენ აქ რაკეტა ეს არის ხო, რასაც თქვენ საუბრობთ? არა, ეს არის ხო, აქ თავისთავის სიზარღვებია. თავისთავის სიზარღვებზე, ძირითადად სიზარღვთა ქირურგიაში გამოიყენება და საძილე არტერიების კატე ანგიოგრაფია კეთდება, შევიწროება, როცა არის ეხოსკოპია, როცა გვიდასტურებს შევიწროებას, მაშინ უკვე დამატებით კატე ანგიოგრაფია გჭირდება ოპერაციული მკურნალობის ტაქტიკის განსასაზღვრად, იმიტომ რომ სხვადასხვა ტაქტიკით, სხვადასხვა თვითონ ფოლაკის სიგრძე, მდებარეობის მიხედვით, სხვადასხვა ტაქტიკა არის ოპერაციული მკურნალობის, ამისთვის გჭირდება დამატებით კვლევა, რაც იყო წარმოქმნილი კატე ანგიოგრაფიის სახით. პირველი რა აი ოთარის კითხვა რომ გავაგრძელოთ, აი მოვიდა პაციენტი, მაგალითად ერთხელ მე მქონდა რაღაცა ასეთ ფეხზე სიმძიმე რაღაცა და გამიკეთეს დოპლერი. აი რა არის აი კომპლექსურად რა შედის, აი სანამ დაუშვათ ძალიან რთული სიტუაცია არ არის ვითარება და ოპერაცია მდე დაუშვათ. აი რითი შეიძლება შეუმსუბუქოთ ასეთი ტკივილები პაციენტს? რა თქმა უნდა, დოპლერი კეთდება, იქ თუ არ დასტურდება სარქლოვანი უკმარისობა, ანუ საფენოფემორალური რეფლუქსი ნიშნავს, რომ ზედაპირული ვენები, სადაც უერთდება ღრმა ვენას, იქ არის სპეციალური სარქლელი, რომ რეფლუქსი, ანუ სისხლის უკანმედინება არ იყოს, თუ ეს არ არის ოპერაციული მკურნალობა, ჩვენება არ არის და მკურნალობთ კონსერვატულად. ანუ რასაც თქვენ მეკითხებით, რა შეიძლება გავაკეთოთ? ეს არის, თუ დიდხანს ჯდომითი სამუშაო გვაქვთ, დგომითი სამუშაო გვაქვთ, მაქსიმალურად შევამციროთ და ცოტა აქტიურობისკენ ვიყოთ და პროფილაქტიკურად თუ შეშუპებაც არის გამოხატული ვენოტონური პრეპარატები გამოიყენება, ასევე დატვირთვის პერიოდში, დგომის პერიოდში დიდხანს სპეციალური ელასტიური საპროფილაქტიკო წინდები უნდა ჩავიცვათ. ანუ აი რა შემთხვევაში კეთდება ოპერაცია? ოპერაცია კეთდება, როდესაც არის სარქლოვანი უკმარისობა გამოხატული, ანუ ვენებს აქვს სპეციალური სარქველები, რომელიც იჭერს, რომ უკანა მიმართულებით არ წავიდეს, იმიტომ რომ ვენებს უწევს დაბლიდან მაღლა სისხლის ადინება და ამისთვის ეხმარება სარქველები. თუ ეს სარქველები ჩამოშლილია, შესაბამისად იქ არანაირ მკურნალობას, არანაირ მედიკამენტს და გარეგანზეწოლას აზრი არ აქვს. თვითონ ფუნქცია დაკარგულ ვენებს. ლაზერულ აბლაციაზეც რომ მივაწოდოთ ჩვენს მაყურებელს ინფორმაცია უპირატესობებზე. დიახ, რა თქმა უნდა, ლაზერული აბლაცია დღეს რო აგვიხსნათ რა, ჩვენს მაყურებელს გასაგებინაზე რა არის ლაზერული აბლაცია? ლაზერული აბლაცია არის ქრონიკული ვენური უკმარისობის და ვარიკოზული დაავადების დროს თანამედროვე ყველაზე ხშირად გამოყენებადი, მთლიანად ჩაანაცვლა ის ღია ოპერაციული მკურნალობა, რაც ტარდებოდა ვენური დაავადების დროს. ეს არის, ოპერაციაც არ ითვლება, პროცედურა არის, რომელიც კეთდება ჩხვლეტით. აი, რასაც ახლა ეკრანზე ვუყურებთ, ხო? ძირითადად მაგ ზონაში კეთდება ფუნქცია, შევდივართ სპეციალური კათეტერით, ანუ ლაზერის კათეტერით, ეს ყველაფერი კეთდება ეხოსკოპიის კონტროლის ქვეშ, შეგვყავს ეს კათეტერი, აი როგორც თქვი, რომ ანუ შეერთების ზონაში ღრმა და ზედაპირული ვენების, იქიდან იწყება ხოლმე დაზიანება, იქ ვაჩერებთ ამ ლაზერის კათეტერს, მერე ეხოსკოპიის კონტროლის ქვეშ ამ ვენის ირგვლივ შეგვყავს სპეციალურად გამზადებული ხსნარი, რომ შემოვფარგლოთ ეს ვენა თავისი კათეტერით, რომ გარეთ ქსოვილები არ დაზიანდეს და სადღაც 15-20 წუთში კეთდება ეს აბლაცია, თვითონ ახშობს სანათურს
ეს კათეტერი. მნიშვნელოვანია აქ აპარატის თანამედროვეობა და ხარისხი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენი აპარატი რაც არის ერთ-ერთი თანამედროვე აპარატი არის და აქვს ცირკულარული გამოსხივება, ანუ ვენის კედელს ცირკულარულად ახშობს. ანუ სანათურს უხშობს ძველი აპარატები, რომელიც იყო ერთი მიმართულებით გამოსხივება, შესაბამისად რეკანალიზაციები, ანუ რეციდივები უფრო ხშირი იყო და ესეთ შემთხვევაში უკვე პრაქტიკულად ნულის ტოლია რეციდივი. აი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამი თუ ფინანსდება კონკრეტულად ეს манипуляცია? დიახ, საყოველთაო ჯანდაცვა აფინანსებს ლაზერულ აბლაციას, დამოკიდებული პაკეტი, თქვათ 26 პაკეტი, ვისაც აქვს ჩვეულებრივი საყოველთაო დაფინანსების, 70% უფინანსდებათ, 175 ანუ პენსიონერებს უფინანსდებათ 90%, სოციალურად დაუცველებს ძალიანად უფინანსდებათ. პრინციპში ყველაფერი გავიგეთ. მკურნალობის შესახებ ოპერაციები რა დროს კეთდება და როგორ შეიძლება მკურნალოთ ადამიანებს, რომელსაც შეიძლება სიმპტომების დაწყებისთანავე და ადამიანებს გამოგხატულია, რომ დიდი მადლობა გადაუხადოთ ბატონ ირაკლი ძაძუას, კლინიკა ახალი სიცოცხლის სისხლძარღვთა და ენდოვასკულარული ქირურგიის დეპარტამენტის უფროსი იყო ჩვენი სტუმარი. მე კი შეგახსენებთ, რომ ჩვენ სამედიცინო რუბრიკას წარმოგიდგენთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხიური ამაჩქარებელი ეთოსი. რუბრიკას წარმოგიდგენთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხიური ამაჩქარებელი ეთოსი.